BBC, CNN, Reuters და Fox. ეს არის მოკლე სია იმ ტელეარხების, რომლებიც დაინტერესდნენ საქართველოში ბაქტერიოფაგების თემით. ჩვენს დაგვაინტერესა თუ რა ხდის ამ თემას ასეთ მნიშვნელობას, ამიტომაც ვესაუბრებით ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. ბაქტერიოფაგებთან საქართველოს დიდი ისტორია აკავშირებს. უკვე 100 წელზე მეტი არის საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს ელიავას ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი. ადგილი, სადაც საქართველოში უნიკალური რეზერვი შეიქმნა ბაქტერიოფაგების, რომელიც არა მარტო ქართველ, არამედ ევროპელ და ამერიკელ პაციენტებს თავაზობს ქრონიკული ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ინფექციების მართვის ახალ მეთოდს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან დეა ნიჟარაძე, რომელიც არის ელიავას ბაქტერიოფაგის კლინიკის კლინიკური დირექტორი და ექიმი ალფონსო რეკორდარი, რომელიც პადუას კლინიკაში ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მოგესალმებით. ქალბატონო დეა, რომ მოგვიყვეთ ბაქტერიოფაგების ისტორიაზე საქართველოში. საქართველოში ამის ფუძემდებელი იყო გიორგი ელიავა, ეს იყო ექიმი და მეცნიერი, რომელიც იმ პერიოდში პასტერის ინსტიტუტში სწავლობდა, როდესაც იქ ზუსტად ამ ფაგების აღმომჩენი ფელიქს დერელი მოღვაწეობდა და აი სწორედ მათი აი ამ ურთიერთობით მოხდა ჩამოყალიბება, მე გიორგი ელიავამ ჩამოიყვანა ფელიქს დერელი საქართველოში და აი ზუსტად მაშინ მოხდა ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მას შემდგომ ეს ფაგები ვითარდება და ფაგოთერაპიის გზითაც წამოვიდა უკვე მთელი მეცნიერება და დღესდღეობით გვაქვს ის მოცემულობა, რომ ყველაზე საუკეთესო ფაგების კოლექცია გვაქვს. ასეთი აი ამ დონის კოლექცია არავის არ აქვს სოფლიოში და ერთია რომ თვითონ ფაგების მიმართულებით გვაქვს ეს მიღწევა და მეორე ის რომ ჩვენთან ფაგოთერაპიაც ძალიან წარმატებულად განვითარდა. შემდეგი შეკითხვით ისევ თქვენთან გადმოვალ, შეიძლება მსგავსი შეკითხვა იყოს, რაც ქალბატონ დეას უკვე დავუსვი, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ფაგოთერაპია და რა ადგილი უჭირავს მას თქვენ ყოველდღიურ საქმიანობაში. Okay, there are a lot of expectations. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა. სწორედ ამიტომ ბაქტერიოფაგები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პირველი როლი არის ინფექციის მკურნალობა კონკრეტულ პაციენტში. მეორე კი ისაა, რომ ისინი შეიძლება ანტიბიოტიკების შესაძლო ალტერნატივად განვიხილოთ და დაგვეხმარონ გადავიყვანოთ კაცობრიობა ეგრეთ წოდებულ პოსტანტიბიოტიკურ ეპოქაში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია ფაგოთერაპიის მიმართულებით. ისტორიულადაც ამ სფეროს კვლევების დიდი ნაწილი სწორედ აქ ჩატარდა. ფაქტობრივად, ყველა მკვლევარი და სპეციალისტი, რომელიც ბაქტერიოფაგების გამოყენებას აპირებს, საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რათა ისწავლოს, როგორ უნდა გამოიყენონ ფაგები სწორად და გაიზიაროს აქ დაგროვილი გამოცდილება. მეც ბევრი რამ სწორედ აქაური სპეციალისტებისაგან ვისწავლე. იტალიაში მრავალი მნიშვნელოვანი და რთული შემთხვევის წარმატებით მკურნალობა შევძელით მხოლოდ იმ ფაგების დახმარებით, რომლებიც აქედან, საქართველოდან მივიღეთ. სამწუხაროდ, ჩვენი რეგულაციების გამო ახლა ფაგების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც სხვა სამკურნალო ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ქალბატონ დეა, როგორც ახსენა ბატონ ალფონსომ, ძალიან დიდი როლი უჭირავს სწორედ ქართულ ფაგებს ევროპულ ბაზარზე. და არაერთი ისტორია აქვს მენია და უფრო ხშირად ვიგეთ ბოლო პერიოდში, რომ პაციენტები ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან, ჩამოდიან ამერიკიდან ქრონიკული ინფექციებით, როცა უკვე ყველა თერაპია გაცადია ფაქტიურად ანტიბიოტიკებით, რადგან მკურნალობა აქ მიიღონ. რა გვხდის ასეთ უნიკალურს? თუნდაც ის რომ ამხელა კოლექცია გვაქვს და ფაგების მომზადების ტექნოლოგიაც როგორც ჩანს მართლაც ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენი ფაგები რეალურად მუშაობს და იცით რა, ხშირად განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან როცა მოდიან ხოლმე ეს პაციენტები, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, მინდა ვახსენო ის ფაქტი, რომ 87 ქვეყნიდან ყოლია პაციენტი, წარმოიდგინეთ ახლა, ხო? და პირველ 4-ში ეს არის ნიდერლანდები, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენთან მოსული პაციენტების კოჰორტას რო გადავხედოთ და ამ პაციენტებს ჩატარებული აქვთ უამრავი მკურნალობა, უამრავი და ხშირად ჩვენ ვართ ხოლმე მათთვის ბოლო იმედი. ბატონო რეკორდარი. ჩვენ შემდეგი კითხვა ეხება იმ თემას, რომელსაც უკვე მოკლედ შევეხეთ ანტიბიოტიკო-რეზისტენტობა. როდესაც ჩვენთვის კვლევა აჩვენებს, რომ პოსტოპერაციული ინფექციების 59%, ან თითქმის ნახევარი არის პოლიმიკრობიულ რეზისტენტული. ანუ ეს ბაქტერიები არ კონტროლირდება ყველაზე ხშირი ანტიბიოტიკების მიერ. ამის ფონზე რა როლი აქვს დღესდღეობით ფაგოთერაპიას? Yes, so this is a very important question. Surgery. საზოგადოება ვითარდება და სულ უფრო მეტად ვხდებით ტექნოლოგიებზე დამოკიდებული. დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა, ხელოვნური გულის სარქველები, პროთეზები და სხვა იმპლანტები, რომლებიც ცვლიან სახსრების, გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციებს.
ზოგიერთ პროცესთან დაკავშირებით ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ჯერ კიდევ შესაძლებელია და ხშირ შემთხვევაში კარგი, გრძელვადიანი შედეგიც მიიღწევა. თუმცა სამწუხაროდ, როდესაც ინფექცია ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი იმპლანტების ირგვლივ, როგორიცაა გულის სარქველის პროთეზი ან სისხლძარღვოვანი პროთეზი, მდგომარეობა უკიდურესად რთულდება. ასეთ შემთხვევებში სიკვდილიანობის რისკი ძალიან მაღალია და ხშირად ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობაც აღარ არსებობს. ამგვარი შემთხვევებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომი ერთადერთი რეალური ალტერნატივა ბაქტერიოფაგური თერაპიაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპაში რეგულაციების შესვლა, რათა ფაგოთერაპიის გამოყენება გაცილებით მარტივად იყოს შესაძლებელი და არ გვიწევდეს მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა უკვე უკიდურესად მძიმეა და სიცოცხლის გადარჩენის ბოლო შანსად გრჩება. ყველაზე ხშირად რა ჩივილებით შეიძლება მოგმართონ პაციენტებმა, რომლებიც არიან უცხო ქვეყნიდან? ყველაზე ხშირი, რო გაგვიკეთებია სტატისტიკა, ეს არის საშარდე სისტემის ინფექციები და ქრონიკული პროსტატიტი არის ხოლმე ჩვენ რეალობაში ყველაზე პოპულარული დიაგნოზი, თუ შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ ასევე ძალიან ხშირია კანის ქრონიკული ინფექციები, ჭრილობები, პროტეზის ინფექციები. აი ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობით პაციენტები მოდიან აი ზუსტად აი ამ გართულებული მდგომარეობებით. აქვე თქვენის ნებართვით ვიტყოდი ყველაზე იშვიათ დაავადებებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ესეთია, იცით, აი შეიძლება ექიმმა ისე დაამთავრო თავისი სამედიცინო კარიერა, რომ ესეთ დიაგნოზები ვერ ნახოს. მაგალითად, კართაგენერის სინდრომი, ან მაგალითად ნეტერტონის სინდრომი გქონდა, რომელსაც აი სულ ვაჩვენებთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ჩვენი სავიზიტო ბარათი. ძალიან რთული შემთხვევა იყო. ახალგაზრდა ბიჭი, თვითონ ეს დაავადება, ეს არის გენეტიკური დაავადება, საკმაოდ მძიმე. კანის ღრმა ქერცლიანობა აქვს თავისი ინფექციით, სტაფილოკოკური ინფექცია ჰქონდა ამ პაციენტს და ძალიან მძიმე შესახედი იყო ფოტოზეც. ახლა მე 7 წელია უკვე ჩვენი პაციენტია, ვერ წარმოიდგენთ როგორ შეეცვალა ცხოვრების ხარისხი. ანტიბიოტიკს ვეღარ იყენებდა, იმიტომ რომ სრული რეზისტენტობა იყო და ძალიან ძლიერი ალერგია ჰქონდა თან. ფიქრობთ ხოლმე მარტო ამისთვის გიყიდა, ალბათ შეიძლება თქვათ, რომ ფაგოთერაპია უკვე შედგა როგორც დარგი, თუნდაც იმიტომ რომ ხედავ, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი სრულად შეეცვალა. ბევრი გენეტიკური თანდაყოლილი იშვიათი დაავადება, ასევე მთავარ პრობლემას ქმნის ინფექციების სიმრავლეს მხრივ. ეს ინფექციები იწყება ბავშვობიდან, ამიტომ მკურნალობა ანტიბიოტიკებით არის ადრეული ასაკიდან ხანგრძლივი თერაპიებით და ბაქტერიებიც ხდებიან რეზისტენტური. აი ამ პაციენტებისთვის ვიცი რომ წარმოადგენენ დიდ იმედს. ბოლო 5 წლის განმავლობაში 30-მდე უცხოელი პაციენტი ყოლია. უმეტესად მათ აქვთ ხოლმე ფსევდომონაეროგინაზა, თუმცა სხვა მიკრობებიც გვხვდება და საკმაოდ ეფექტური გვაქვს ეს ფაგები, იმიტომ რომ აბსოლუტურად ეცვლებათ ხოლმე ამათაც რაღაც თავის ცხოვრების ნირი, იქიდან გამომდინარე, რომ აი წარმოიდგინეთ, ისეთი ხშირი გართულებები აღარ აქვთ, იმდენად ხშირად აღარ ხვდებიან ჰოსპიტლებში. ჩვენ გვყავდა ეხლა სულ რაღაც ისტორიაზე მივდივარ ხოლმე, როცა ესეთ რამეს ვყვები. ერთი პაციენტი, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხანია ჩვენი პაციენტი, მე-8 წელია უკვე. 53 წლის იყო პირველად რომ მოგვაკითხა, იყო საკმაოდ მძიმე, სატურაცია ჰქონდა დაბალი, ობიექტური მონაცემებიც იყო საკმაოდ რთული და რომ დავიწყეთ მკურნალობა, იმის მერე ყოველ წელს ჩამოდის ჩვენთან, ანტიბიოტიკს აღარ იღებს. ექიმთანაც შევათანხმეთ. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის იქით ხარეს, თუ ექიმი გვესაუბრება, ეს კიდევ უფრო წარმატებულს ხდის ხოლმე თერაპიას და საქმე იმაშია, რომ ეს პაციენტი დღესდღეობით იმდენად კარგად არის, რომ ალპინიზმს მოგიდა ხელი. დაიწყო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მთიან სისტემებზე აქტიურად ლაშქრობს და წინა ჩამოსვლაზე გამოგვიცხადა, რომ მომბლანზე ადის. ხო და ვერ წარმოიდგენთ ეს ჩვენთვის ჩვენი კლინიკისთვის როგორი გამარჯვებაა ხოლმე ხა ექიმებს ძალიან გვიყვარს როცა გვაქებენ და როცა ჩვენ წარმატებას ვხედავთ და ეს შემთხვევა როცა უნდა ვიამაყოთ. ნამდვილად როცა პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა და მით უმეტეს ესეთზე აუცილებლად ნამდვილად საამაყოა. გულშემატკივრობთ ძალიან რომ ჩვენც უკვე ჩვენს გულშემატკივრობთ. და ჩვენი კიდევ ერთი შეკითხვა რომელიც მინდა დაგისვათ, უშუალოდ თქვენს თანამშრომლობაზე რომ მოგვიყვეთ ელიავას ბაქტერიოფაგების ინსტიტუტთან, როგორ შედგა ეს თანამშრომლობა, რაზე მუშაობთ ერთად და რა არის პერსპექტივები ამ თანამშრომლობის. და დამატებითი კითხვაც, რომელიც მაინტერესებს, ბევრისგან გვსმენია, რომ განსხვავებული არის მაინც ქართული ფაგები. თქვენს გამოცდილებაში ხომ არ ხედავთ, რომ უფრო ეფექტური არის ბაქტერიოფაგები, რომელიც საქართველოში იწარმოება?
We have a collaboration agreement. ჩვენ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობის შეთანხმება გვაქვს ელიაბაფაგ თერაპი ცენტრთან. დიახ, ფაგების კოლექცია მნიშვნელოვანია. ხშირად პაციენტების დაავადებას მხოლოდ ერთი ბაქტერია არ იწვევს. ინფექცია შეიძლება 2, 3 ან კიდევ უფრო მეტი ბაქტერია იწვევდეს. ამიტომ შერეული ინფექციების შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე ფაგისაგან შემდგარი კოქტეილი. ფაგების მრავალფეროვნება და კონკრეტული ინფექციისთვის შესაფერისი ფაგის მოძიების უნარი არის ის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც პირველ რიგში საქართველოს აქვს. მსოფლიო ამ მიმართულებით წინ მიიწევს, თუმცა სამწუხაროდ ევროპაში არსებული GMP სტანდარტებისა და რეგულაციების გამო ამჟამად შეუძლებელია ფაგების კოქტეილების წარმოება. ეს ძალიან უცნაურია. მაშინ როცა ნაწლავის მიკრობიოტის გადანერგვას ვახდენთ, თუმცა ზუსტად არ ვიცით რა მიკროორგანიზმი ან ვირუსი შეიძლება იყოს ამ მასალაში, რადგან ყველაფრის შემოწმება შეუძლებელია. ანალოგიურად, ღვიძლის გადანერგვისას ერთი ადამიანიდან მეორეზე ჩვენ ამას ვაკეთებთ სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა არც ამ შემთხვევაში ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი გადანერგილი ორგანოს შესახებ. ორგანოები არ მოწდება ყველა შესაძლო ფაქტორზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დონორი ინტენსიურ თერაპიაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფება. ამიტომ რეგულაციები უფრო ფართო, ყოვლის მომცველი ხედვით უნდა განიხილებოდეს. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა მხოლოდ ადამიანებს არ ეხება. ის გარემოზე, ფერმერულ მეურნეობებზე, თევზსაშენებზე, შინაურ ცხოველებზე და ზოგიერთ შემთხვევაში მცენარეებზეც ვრცელდება, ანუ სადაც ანტიბიოტიკები გამოიყენება. შესაბამისად, რეგულაციები მთლიან სურათს უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ ადამიანის დაავადების ვიწრო ასპექტს. ამ პროცესში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან აქ ამ სფეროს ცოდნა და გამოცდილება 10 წლეულების განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მათი გამოცდილებით აქ შექმნილი ფაგური პრეპარატები უსაფრთხოა და ძალიან მაღალი ხარისხით მზადდება. ვიცი რომ თქვენს შეგიძლიათ ამ კოლაბორაციაზე და ამ ურთიერთობაზე ისაუბროთ, რომელიც გააქვთ თქვენს იტალიელ კოლეგებთან. ალფონსო წარმოადგენს პადუას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მას საკმაოდ ბევრი საინტერესო შემთხვევა ჰქონდა და ჩვენ ბევრ მის პაციენტს, ასე ვთქვათ, იყო შემთხვევა ფეხი გადავურჩინეთ, ვთქვათ, ამპუტაციას და ასე შემდეგ. ბევრი кейსი ჰქონია საინტერესო. და ზოგადადაც იცით ჩვენთან ბევრი ძალიან ისეთი ცნობილი კლინიკა თანამშრომლობს. სხვათა შორის ორი კვირის წინ მქონდა ევროპის აკრედიტებული ორგანოს მიერ აკრედიტებული პროგრამა უწყვეტ სამედიცინო განათლების ციკლებში იყო ESCMID-ის პროგრამა, ევროპის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ იყო აკრედიტებული. და ჩამოსული იყო 50-მდე მსმენელი ჩვენთან, მათ შორის ჰარვარდის სკოლიდან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკებიდან, იმისთვის რომ ეზიარებინათ, ანუ ჩვენ გაგვეზიარებინა უბრალოდ ჩვენი გამოცდილება. ალფონსოც ჩვენთან ერთად იყო იქ ასევე ყავდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებიც ასევე იყენებენ ფაგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენთან ერთად ან რაღაც ძალიან კარგი თანამშრომლობასავით შედგა იქ, გარდა იმისა, რომ სასწავლო კურსი ჩავატარეთ საკმაოდ წარმატებულად, ერთმანეთის გამოცდილებებიც გავიზიარეთ და ჩვენ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრ ესეთ წარმატებულ კლინიკასთან თანამშრომლობთ უფრო საზღვარგარეთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ საქართველოშიც დავიწყეთ ამაზე რაღაც აქტიურად საუბარი და პირველი ხა იაშვილის კლინიკასთან ვდებთ ესეთ მემორანდუმს. ძალიან დიდი მადლობა. Thank you for being our guest and ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ნამდვილად ბევრი პერსპექტივით დიდი მომავლით დარწმუნებული ვარ და მადლობა რომ ამ საქმეს ეწევით ესე გულდასმით. ინფექციურ დაავადებებზე საუბარს ვაგრძელებთ ჩვენ შემდეგ სტუმრებთან, ინფექციონისტთან, ეკა ჩაკვეტაძესთან და სულდირე ფრანსის საავადმყოფოთა ჯგუფის ამბულატორიის ხელმძღვანელთან და ასევე ტრისტან ფერისთან და ჩვენ ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს და პირველი კითხვით გადმოვალთ თქვენთან ქალბატონო ეკა. ხშირად, როდესაც სხეული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული, როგორ ხდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორც არის სიმსივნე, რა ხდება მშობიარობის მუცლადყოფნის დროს, როდესაც ბავშვით, როდესაც ორსულობა დგება და აი ასეთ შემთხვევებში როგორ ასე ვთქვათ ვუდგებით ამ მდგომარეობას. COVID პანდემია ანახა, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა ეს არ არის მხოლოდ ინფექციონისტთა პრობლემა, ეს იყო საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც ყველა მოქალაქეს მსოფლიოში შეიძლება შეეხოს. და ასევე არის რა თქმა უნდა მედიცინაში, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი ინფექციონისტების საჭიროებო საკითხი, ეს არის ასევე სხვა დარგების, მედიცინის სხვა დარგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აქტუალურია და მე რასთანაც შეხება მაქვს ეს
ეს არის რა თქმა უნდა ონკოპაციენტები, როგორც მყარი ონკოლოგიური პაციენტები, ასე ჰემატოლოგიური პაციენტები და იცით რომ ეს პაციენტები განსაკუთრებულად სარისკო ჯგუფში არიან ინფექციების. ეს პაციენტები ხშირად რომელი ბაქტერიებით ინფიცირდებიან? იმ ბაქტერიებით, რომელიც არის საზოგადოებაში და იმ ბაქტერიებით, რომელიც არის იმ საავადმყოფოში, ან თვითონ რაც თვითონ მტარებლები არიან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სხეულის 90% ბაქტერიებით არის შევსებული და ისე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მეცნიერება ქმნის ახალ და ახალ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ებრძვის ამ მულტირეზისტენტულ ბაქტერიებს. თუმცა დიდ საფასურს ვიხდით ასევე ამ დროს, იმიტომ რომ ისინი არის საკმაოდ ტოქსიური და აქვს ბევრი გვერდითი ეფექტი. ამ დროს რა ალტერნატივას წარმოადგენს ბაქტერიოფაგული თერაპია? მე ვთვლი რომ ბაქტერია რეზისტენტული არ არსებობს, იცით? ის რომ თვითონ რომ შეიქმნა კაცობრიობა, რაც მე მგონი არსებობს, ცოცხალი არსებობს ბაქტერია და შეიძლება თუ პირველი არ არის, ყოველ შემთხვევაში არანაკლები თავისი რაც არსებობს დედამიწაზე და ის ხდება რეზისტენტული იმის მიხედვით ჩვენ რას ვაკეთებთ. ანუ ჩვენ რაც არ უნდა ანტიბიოტიკი გამოვიგონოთ. ანუ ფლემინგის მერე ისტორია გვიჩვენა რა, უკვე რამდენი წელია გასული, 80 წელი არის და პენიცილინი როდესაც ფლემინგმა გამოიყენა, ყველა ბაქტერია იყო მგრძნობიარი პენიცილინის მიმართ. აბა ეხლა გამოვიყენოთ პენიცილინი პრაქტიკაში, თითქმის აღარავინ არ აიყენებს რაღაც ერთეული შემთხვევების გარდა. და ანუ მე ვთვლი რომ აი ბაქტერიოფაგები უნდა მოიაზრებოდეს არა როგორც აპოკალიფსის შემდეგ რაც უნდა იყოს გამოყენებული, არამედ უნდა გამოიყენებოდეს პარალელურად, იმიტომ რომ აი დღევანდელი ჩვენი სესიის ერთ-ერთი ის რაც იყო ერთ-ერთი მესიჯი, ეს არის რომ ყოველთვის გამოიყენება თვითონ ბატონი კრისტალმა თქვა ფრანგული გამოცდილება, იყო იტალიური გამოცდილება, ქართულიც და გამოიყენება ყოველთვის მეთოდს. ეხლა როდესაც გვინდა რომ ვიყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან, როგორც მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით ამ სტანდარტებთან, გამოიყენება ყოველთვის ანტიბიოტიკთან ერთად. ანუ არ უნდა ვიმსჯელოთ რომ ჩვენ ფაგები მერე გვექნება როცა ეს ანტიბიოტიკი აღარ იქნება. ანუ ესეთი მიდგომა არ არის. ანუ სანამ დროა ესეთი ძალიან აპოკალიფსური ისიც რო არ ვიხმარო, უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენი როგორც ვიძახი ეროვნული საგანძური და იყოს გამოყენება ბაქტერიოფაგების ანტიბიოტიკებთან ერთად და რა თქმა უნდა არის შემთხვევები, სადაც ფაგები მათი როლი არის, რა თქმა უნდა, სულიად სხვა ანტიბიოტიკორეზისტენტულობაზეც რო არ ვილაპარაკოთ, არის ინდივიდუალურ დონეზე ადამიანის სისხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და ეს რა თქმა უნდა ცალკე საკითხია. ბატონ ტრისტან, ჩვენი პირველი კითხვა თქვენთან შეეხება სწორედ ამ ანტიბიოტიკორეზისტენტობის თემის უფრო ფართოდ გაშლას. რა პერსპექტივებს ქმნის ბაქტერიოფაგები? ისინი ახალი მედიკამენტები არ არიან. მე-20 საუკუნეში უკვე ვიცოდით მათზე, თუმცა დასავლეთ ევროპა და ამერიკა მათ ნაკლებად იყენებდა, ნაკლებად აღიარებდა შეიძლება ითქვას და საქართველოში ეს კულტურა საკმაოდ განვითარდა. There is a historical friendship. საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიული მეგობრობა არსებობს. დაახლოებით 100 წლის წინ ფრანგი მეცნიერი ჩამოვიდა საქართველოში, რათა კიდევ ერთ მეცნიერთან ერთად დაეფუძნებინა ფაგების ცენტრი. ფაგოთერაპია საფრანგეთშიც აქვს ისტორია, თუმცა ის 1970-იან წლებში შეწყდა, მაშინ როდესაც საქართველოში ის დღემდე გრძელდება. საფრანგეთში 2017 წლიდან დაიწყეთ ფაგების წარმოება კონკრეტული პათოგენის წინააღმდეგ. თანაც იმპლანტებთან დაკავშირებული ინფექციების სამკურნალოდ განსაკუთრებით რთულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. საქართველოში ფაგოთერაპიის ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული გამოცდილება გაქვთ. მას რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად? ვფიქრობ, უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს ჩვენი გამოცდილების გაერთიანებისთვის, რადგან უკვე ერთი საუკუნეა ერთმანეთისაგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდი პრობლემის, ასევე მოსახლეობის დაბერებისა და იმპლანტების რაოდენობის ზრდის ფონზე, რომლებიც შესაძლოა ინფიცირდეს, ეს სფერო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თქვენ როგორ ხედავთ რა მომავალი შეიძლება კონდეს უშუალოდ ამ თერაპიას და შეიძლება თუ არა რომ უშუალოდ საავადმყოფოებში და ამბულატორიებში დაინერგოს ის და განვითარდეს როგორც ინფექციების მკურნალობის ერთ-ერთი გზა? For the future in Europe, ევროპაში, ასევე აშშ-სა და კანადაში მომავლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ისეთი ფაგების წარმოება, რომლებსაც გამოვიყენებთ ინფექციების კონკრეტული ტიპებისთვის. გსურს რანდომიზებული კლინიკური კვლევების ჩატარება, რაც სამეცნიერო მტკიცებულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა ეს მარტივი არ არის, რადგან ძალიან მაღალია რანდომიზებული კლინიკური კვლევების ჩატარების ღირებულება. ამავდროულად, ეს ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ უზარმაზარ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვდა. მომავალში
ფაგოთერაპია სულ უფრო ფართოდ გავრცელდება, რადგან ამის საჭიროება არსებობს. ჩვენ გვჭირდება როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის გამოცდილება, რათა პაციენტებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. საბოლოოდ, დასავლეთში ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან მიღებული ცოდნა და აქ დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთს შეავსებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სფეროს განვითარებას. Thank you for being our guest. It was a pleasure for us. Thank you. Thank you so much.